დღეს ვიარჩილ ხაბაძემ ხელვაჩაურში მშენებარე სპორტ კომპლექსი დაათვალიერა. ევროპული სტანდარტების დარბაზისა და მოედნების მშენებლობა მუნიციპალიტეტში 2013 წელს დაიწყო და სექტემბრისთვის დასრულდება. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სპორტ კომპლექსს 8 სახეობის, მათ შორის კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობისა და ჩოგბურთის ტურნირების მასპინძლობა შეეძლება. აღნიშნული სტანდარტების სპორტ კომპლექსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პირველი გახლავთ, ამ ეტაპზე კი ეზოს კეთილმოწყობა ხდება. რაც შეეხება სასპორტო ინვენტარს, ხელვაჩაურის გამგეობას ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. მოგვიანებით რეგიონის პირველმა პირმა აჭარისწყალში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ორსართულიანი შენობა, რომლის რემონტიც ხელვაჩაურის გამგეობას 343,927 ლარი დაუჭდა, 120 სახსაზრდელზეა გათვლილი. ძალიან კარგი კომპლექსია, ოლიმპიური კომპლექსია, აქ ყველა სახეობის შეგვიძლია ღონისძიება ჩავატაროთ და აქ მომავალი თაობაც აღიზარდოს და აქ ის პოტენციალი რუსული ჩემპიონების მოკლედ რა ვთქვა, ოქროს სამჭედლო არის ეს უბანი. დაახლოებით 1,5 მილიონი იხარჯება ამ პროექტში და ხელვაჩაურში მივიღებთ ძალიან ლამაზ, ვფიქრობ მრავალფუნქციურ სპორტ სკოლას, რომელიც მოემსახურება დაბა ხელვაჩაურს და მიმდებარე სოფლებს და ეს იქნება, ვფიქრობ, ევროპული სტანდარტის თანამედროვე ტიპის შენობა ნაგებობა თავისი ყველა ინფრასტრუქტურით. რაც შეეხება ბაღს, ჩვენ აჭარისწყალზე ეს ბაღი მოემსახურება 120 ბავშვს, იქნება რამდენიმე ჯგუფი და ვფიქრობ ამ დასახლებას ერთხელ და სამუდამოდ მოეხსნება ბავშვთა ბაღის პრობლემა.